საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებით ძლიერი საქართველოს წევრებმა პრესკონფერენცია გაამართეს. ბრძანებას, რომელსაც განათლების მინისტრმა 12 მარტს მოაწერა ხელი, ოპოზიცია მწვავე და აკრიტიკებს. ძლიერი საქართველოს წევრებს მიაჩნიათ, რომ ოფიცრის ფუნქცია სასკოლო საზოგადოების კონტროლი იქნება. ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ განათლების მიღების საყოველთაობა უზრუნველყოს, მოაწესრიგოს სკოლების ინფრასტრუქტურა და კვების საკითხი გადაწყვიტოს, კონტროლის ახალ მექანიზმებს ქმნის. ცნობისთვის საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინებით რესურს ცენტრის უფროსი მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომ მის მოვალეობაც პერსონალური მონაცემების დაცვა იქნება. ბრალდებებს ჯერ კიდევ გუშინ საფასურო განცხადებით გამოეხმაურა განათლების სამინისტრო. განცხადების თანახმად საჯარო სკოლებს, როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში 2024 წლის 1 ივნისიდან შესული ცვლილების საფუძველზე განისაზღვრა. შესაბამისად ოპოზიციური პარტიების მიერ ბრალდება დეზინფორმაცია და მხოლოდ სისტემისთვის ზიანის მიყენებას და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ზრუნავდეს იმაზე, რომ ჩვენ განათლების მიღების უმაღლესი ხარისხი და სტანდარტი შევქმნათ, რომ განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაობა უზრუნველყოთ, რაც უსერიოზულეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოვაწესრიგოთ სკოლების ინფრასტრუქტურა და მაგალითად სკოლაში კვების საკითხი გადავწყვიტოთ, ჩვენ მივდივართ ახალი კონტროლის მექანიზმების შექმნის გზით. კაკებეშნიკური მეთოდით პირდაპირ ნიშნავენ ODR-ებს, ეგრეთ წოდებულ ოფიცრებს, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ ის ხალხი, რომელსაც ისედაც აკონტროლებდა ქართული ოცნება. საუბარია დირექტორებზე, რომლებიც თვითონ დანიშნეს და ახლა იმდენად ანტიქართული, ანტიეროვნული ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ამ ხალხის კონტროლიც კი დაიწყეს.